ეს ავტომობილი აღჭურვილია სრული ელექტროპაკეტით, აქვს პანორამული ლუკი და ნავიგაციის უახლესი სისტემა. აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ აქვს 6 აირბალიში და თქვენ თუ შეიძენთ 8 ექნება. Bijo, hari fikru ეხლა რომ სიმთვრალე მალაპარაკებს და რაღაცა. უბრალოდ ხმები დადის რომ შენ დადიხარ ჩემს ცოლთან. ჩემ თვრალი ხარ? ჯუმე აბა ამას როგორ ვიკადრებდი ძმაო? რაიცა. მე თუ კადრულობ შენ ცოლთან შენ რით ხარ ახლა ჩემზე უკეთესი ვიჭი? არა? ეკიმო, იცით ავარიის შემდეგ ჩემი ქმარი მთელი ღამე იძახის ნათურავარო. სიტყვარის არ არის საგანგაშო. ვერ გეტყვით საგანგაშოს, მოგვარდება ეს, თავისით მოგვარდება, იცის ხოლმე ავარიის შემდეგ რაღაც პოდვითი იდეები და ჩემება 2 თვეში მოგვარდება. 2 თვეში? კი, მაქსიმუმ 2 თვეში. კი, მაგრამ ეკიმო, როგორ გავძლო ეს 2 თვე? იცით, მე სინათლეში საერთოდ ვერ ვიცინებ. ხო მართლა, ჩემი შავი ჯინსი სად არის? ზურიკოს ბიჭს გავატანე, მაინც არ მოგწონდა. დედა შენი გაგეტანებინა მე, მაგაზე ხომ ზედა მთვარე ამო. გაიგოს. დედა შენი გაგეტანებინა მე, მაგაზე ხომ ზედა მთვარე ამო. ყველანი ძირის ეს ზარცვა! ძირს! დროზე სეიფის გასაგები, გოგო, წესი რა დაწექი? ეს ძარცვა, უფროსის კაბინეტში კი არ ხარ. როგორ მოგიწყდათ ჩემი ქმარი? ძალიან კაი ბიჭი, არაჩვეულები. მართლა კარგი ბიჭია, ღამე რო არ ხრინავდეს. ახალი დაწყებული გაქვთ მუშაობა. და რა გვიან მოდიხართ ხოლმე სამსახურში? სამაგიეროდ რა ადრე მივდივარ ხოლმე? გაუმარჯოს. რა დაემართა? აი, იქითა კრილო, ფარი და ბამპერი გამოსასვლელია. მაგრად გაიწეწევი.
არა, არ გავიწეწები. ძროხის ბრალი იყო და მიკეთებს. აუ დღეს დილით დირექტორმა თქვა რომ შემცირებები იწყება. ისე ნერვიულობ. ნუ ნერვიულობ, ეგ ჩვენ არ შეგვეხება. რატო? ცოლს ეჩხობა გუში და ეგ შემცირებები თავის ცოლის ნათესავებს შეეხება. დამიჯერე. იცინეთ, ძღოლი ვარ მე. ხარული ვინ არის ნათალე? კარგი რა. მოდი რა, გეხვეწები ერთად. კარგი რა, გაციებული ვარ. მე რა გაციებული ხარ? სურდობა აქვს გადაგედება. გადამედება. ისეთი რაღაცა მოვიფიქრე არ გადამედება. რა მოიფიქრე? მოვიფიქრე. კარგი, მაშინ ცხვირში მაინც ჩავიწვეთებ. ბრალდებულო, მიჩნევთ თუ არა თავს დამნაშავეთი ძარცვაში? არა. ალიბი გაქვთ? რა მაქვს? ალიბი. ეგ რა არის? რა არის და დაგინახათ თუ არა ვინმე სადმე იმ მომენტში, როდესაც ძარცვა მოხდა. აი ეს არის ალიბი. არა, ბატონო მოსამართლე. რას ამბობ? არავის არ დაუნახი ვარ. სულ სიბნელე იყო. ვინ დავინახავ? კერდით მამას გავხარ, ხო? მამა ჩემს არ აქვს მკერდი. ხო, მეც მაგის თქმა მინდოდა ზუსტად. უკაცრავად. ფული შენახვა მინდა თქვენს ბანკში და მალე ძალიან ვთქვათ, თუ შეიძლება რიგი დაიკავეთ. ბოლო თქვენ ხართ? არა, მე არ. მე ვარ ბოლოთი ახლა. ეს რა მაინტერესებს? ბოდიშით. ფული შენახვა მინდა ამ ბანკში. და კარგი ბანკია? კარგად ინახავენ ესენი ფულს? კი, გადასარევად ინახავენ. დიახ. ესენი რო ინახავენ, ისე ვინ ინახავს? აი მე მაგალითად 2 წელია. ჩემი ფულის გამოტანა მინდა. ხო. და არ მატანენ. წინვალეთ ინახავენ, ასე? ესენი რო ინახავენ, ისე ვინ ინახავს? მოკლედ ყველაფერი გასაგებია, ხო? აი ეს თქვენი სამუშაო მაგი და კომპიუტერი, საბუთები. შემდეგ კიდე ნელა ყველაფერში გაერკვევით. იცით რა მაინტერესებს? ანაზღაურება რამდენიმე ქნება? ანაზღაურება 500 ლარი. 500 ლარი? ცოტა. დიახ, ცოტა. იცით რა გოგონი? ყველაფერი დატვირთვაზეა დამოკიდებული. დატვირთვის შემთხვევაში შეგიძლიათ 3000 ლარზეც ახვიდრეთ. ой. კი ბატონო, და იცით რა მაინტერესებს? მარტო თქვენ დამტვირთავთ თუ თქვენი მოადგილეებიც? მე ყველანაირ დატვირთვას შემიძლია გავუცლო.
ვაკეთებ კაცო? ბიჭო 50 ლარიანი დავკარგე და 50 ლარიანი დაკარგე? სად დაკარგე? აქ? რა ვიცი კაცო, რო ვიცოდე ხო ვნახავდი რა. მე პოლიციაში იყავი? ვიყავი პოლიციაში და იმათმა მითხეს არ ჩვენ არ გვინახავსო კაცო. კაცო, ეს ჩვენი გოგო რო სულ მჟავეს ჭამს და მჟავეს ითხოვს. მე მგონი მაგას რაღაც ნივთიერება აკლია ორგანიზმში. ნივთიერება კი არა, ტვინი აკლია, ტვინი. რა ტვინი კაცო? შენ რომ მაგას აგიხსნი და შენ რომ მაგას გაიგებ. რამდენი ხანი უნდა იკითხე ხო წიგნი და როდემდე აპირებ შენი ცოდნის გაღრმავებას? მთელი ცხოვრება სიბერემდე. მაშინ გინდა ინტელექტუალური თამაში ვითამაშოთ? ინტელექტუალური მინდა. კარგი. მოკლედ, პირველი შეკითხვა. გნებავთ თუ არა სექსი? სავარაუდო პასუხებია A არა, B კი, G რა დროს სექსია და D დაღლილი ვარ სექსის თავი არ მაქვს. თქვენი პასუხია? A არა. დარწმუნებული ხართ? დიახ. ესე იგი თქვენი პასუხი კითხვაზე გნებავთ თუ არა სექსი არის A არა. თუ ზარი ახლობელთან გამოვიყენო. რა თაობა მოდის? საერთოდ არ აქვთ მორიდება. არც ხალხი იციან, უზრდელები. დაბრძანდით გალმოწოდება. არა, ყველაზე კი არ ვამბობ. ზოგი ისეთი კარგები ხართ. ზრდილობიანები. გოგონი, მესამეჯერ გიკვეთავთ პიცას. იმ ძალიან მიხარია თუ ასე მოგეწონათ. არა, არ მომეწონა. საერთოდ არ მოგიტანიათ. შელოთო, ცეცხლი დალია შენმა პირმა. გასწორდი, არ გაიგუდო. გასწორდი, რას გავხარ, შეკრეტინო, შედეგენერატო, შეუგნებელო, დე, მეძახდი? რას გეძახდი? ვაიმე, რა გიკეთია? რა გიჭირავს, რას გავხარ? ინდიელი ვარ, დე? ინდიელი კი არა. კრეტინი ხარ, დეგენერატი ხარ, შეუგნებელი ხარ. ვაიმე. ამაგენაცალ, ენაცალევე. აი, და კიდევ ერთი უხერხული კითხვა უნდა დაგისვათ. $1,000,000 ჩემთან დაწვევით? კი. და $1? თქვენ მე ვინ გონი ვართ? ვინც ხართ ეს უკვე დავადგინებ. მე ახლა უბრალოდ ფასზე შეგითანხმდებით. ესე იგი სამი ენა იცით? დიახ, სამი. ფრანგული, ინგლისური და რუსული. კი ბატონო, თუ შეიძლება მაშინ ინგლისურად მითხარით რამე. კი ბატონო.
Guten Tag. არა, იცით, ეგ გერმანულია. გერმანული? ოთხი ენა მცოდნია. მანჩო მოდი ჩემთან. მანჩო მოდი გეხოცები მოდი ჩემთან მანჩო. საყვარელო. იცი რა? აუცილებლად უნდა აიღო შებულება და დაისვენო შენი სამსახურისგან. რატო? იმიტომ რომ სულ სამსახურზე ფიქრობ და მთელი ღამე შენი მდივნის სახელს ახსენებ. ავიღება უცი. დავისვენე. დასვენება გჭირდება. გამარჯობა გისმენთ. უკაცრავად. აი ეს ჩემი ქმრის გამოწერილი ჩეკია. 1.5 მილიონზე? დიახ. უკაცრავად ცოტა გაურკვევლად წერია. იცით როგორ დაიბნა ჩემ ხელში იარაღი რომ დაინახა? ექიმო, მუცელი მტკივა. საშინელი ტკივილები მაქვს მუცლის. სვამთ. კი, ექიმო, მაგრამ არ მშველის. საყვარელო, მეტი აღარ დალიო რა. კარგი რა, ერთი წუთი რა. მეტი აღარ დაიწყო პირველ ღამეს ვერაფერს ვერ იზამ. აი გადაირია, მაგრამ უნდა მიქნას. გეგონოს, თათუნაც ეგრე ამბობდა, მაგრამ გაგვიმარჯოს. ბიჭო, შენი გაკეთებული რადიატორიდან თეთრი კვამლი ამოდის. თეთრი კვამლი? ხო, გაფუჭდა. გაფუჭდა, აბა ეხლა რომის პაპს ეს არ ერჩევს და. მიხედი რა. რა?